მიუხედავად რა თქმა უნდა რჩება გამოწვევებიც, რომელსაც მინდა მიესალმოთ თქვენს გაწეულ სამუშაოდ. შექმნება დავეხმაროთ ბევრ ადამიანს. გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრობა. ეს გაწეული შრომა არის მართლაც ფასდაუდებელი. უზარმაზარი შრომაა ეს და რასაკვირველია საზოგადოების მხრიდან ეს მოითხოვს დაფასებას და მადლიერებას თითოეული იმ თანამშრომლის მიმართ, რომელიც აი ამ დიდ შრომას ეწევა. მეც უერთდები რა თქმა უნდა საზოგადოების სახელით, სახელმწიფოს სახელით თითოეული თანამშრომლის მიმართ გამოხატულ მადლიერების სიტყვას და მინდა თითოეულ თანამშრომელს წარმატება უსურვო. მარტი ქალთა ისტორიის თვე არის. ამ თვის მანძილზე ჩვენ რამდენიმე ღირსშესანიშნავ და საინტერესო ღონისძიებას ვატარებთ, მათ შორის მიხარია რომ წარმატებით უმასპინძლეთ პარლამენტში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ექიმებს, ექთნებს, ქალებს, ვინც ჩვენი სიცოცხლის დაცვის სადარაჯოზე დგანან, ჯანდაცვის მინისტრთან და ასევე ქართველ ებრაელ ქალთა ასოციაციასთან ერთად მიულოცეთ მარტის თვე, ქალთა დღე და რა თქმა უნდა აღნიშნეთ ის განუზომელი წვლილი, რომელიც თითოეულ მათგანს შეაქვს ჩვენი სიცოცხლის დაცვის სადარაჯოზე. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, პირადად ჩემთვის ის ფაქტი, რომ დღეს შედგა ეს შეხვედრა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჯანდაცვის მინისტრ ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, ქალბატონ ნინო წილოსანს. ძალიან ამაღელვებელი იყო და ძალიან სასიამოვნო იმ ადამიანების კიდევ ერთხელ მოსმენა, რომლებმაც შემთხვევები გაიხსენეს.